ჩვენ უბრუნდები ჟენევის დისკუსიებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უპასუხებს მაესტროს შეკითხვებს. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. გამარჯობათ. ქალბატონო მაია, საგარეო უწყებას მოუხდა გაევრცელება ოფიციალური პასუხი, ასევე პრესკომუნიკე იმის გასაბათილებლად რა ინფორმაციაც გაავრცელა რუსულმა მხარემ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი შეიძლება იქცეს გარკვეული ვაჭრობის საგნიდან მანიპულაციისთვის გამოიყენოს რუსულმა მხარემ? თქვენ თუ მიადევნებთ თვალს ჟენევის მოლაპარაკებების ისტორიას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მორიგი რაუნდის დამთავრების შემდეგ ავრცელებდა განცხადებას, ესე მოხდა. ეხლაც ჩვენი დელეგაცია დღესდილას დაბრუნდა ჟენევიდან და ამის შემდეგ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება. თუმცა იყო გარკვეული განმარტებებიც იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა. თუმცა იყო გარკვეული განმარტებებიც გახდა საჭირო ამ შემთხვევაში იმ განცხადების პასუხად, რომელიც გავრცელდა რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან. გასაკვირველია, ესეც ნორმალურია. რუსეთის სამინისტროს განცხადებაში იყო გარკვეული პუნქტები, რომელმაც გამოიწვია საზოგადოების და ჟურნალისტების ინტერესი, ჩვენ ამ შეკითხვებს უპასუხეთ. მე ახლაც მზად ვარ ამ შეკითხვებზე გიპასუხოთ. ანუ არ არსებობს არანაირი თქვათ შემდგომი გართულების საბაბი ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში და ვერ ხედავთ ვერანაირ არც ერთ საკითხთან მიმართებაში გართულების საბაბი არ არსებობს. სამწუხარო ის არის, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს არ აქვს კონკრეტული შედეგი. იგი არის ასე ვთქვათ გაყინული პროცესი, სადაც წარმატებად ითვლება თუ კი შემდგომი რაუნდი დაინიშნება. ამ შემთხვევაში ეს რაუნდი ჩატარდა იგი ისეთ კონსტრუქციულ ვითარებაში, რომელიც საერთოდ არის შესაძლებელი ამ ფორმატში. შემდეგი რაუნდი დეკემბრისთვის დანიშნულია, ასე რომ თუ კი წარმატებაზე შეიძლება ჟენევის ფორმატში ლაპარაკი, ეს წარმატება მიღწეული იყო. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადება ჩვენს ეთერში ცოტა ხნის წინ გიგა ბოკერია საუბრობდა მთავრობის არასწორი პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამ გარკვეულ საფრთხეებზეც მიანიშნებდა ამ მიმართულებით იყო ნახსენები ჟენევის დისკუსიების კონტექსტიც. ეს არ იყო ბრალდება ან რაიმე თქვათ შეცდომაზე მითითება, თუმცა მოიაზრებდა ამ დისკუსიებს როგორც ამ საერთო პოლიტიკის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც მისი აზრით საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. თუ არ დამიკონკრეტებთ რა საფრთხეზეა ლაპარაკი, მე თვითონ ეს არ მომისმენია და შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი რაუნდი. მთავარია რომ ეს რაუნდი ჩატარდა, მთავარია რომ ორივე ჯგუფის შეხვედრა შედგა და ჩვენი დელეგაცია დაბრუნდა ჟენევიდან. ჩვენ ჯერ კიდევ გაანალიზების პროცესში ვართ, იქ მოსმენილის და გაგონილის შესახებ. ხოლო შემდეგი რაუნდი არის დანიშნული, ამაზე მეტი არც ერთ რაუნდში მიღწეული არ ყოფილა, ამიტომ რა ახალ რეალიებზეა საუბარი, ეს მე არ ვიცი, სამწუხაროდ ბატონი ბოკერიას კომენტარი მე არ მომისმენია. კონკრეტულ საფრთხეზე არც ყოფილა საუბარი, კარგით ვისაუბროთ, მაშინ ბოლო შეკითხვით მოგმართავთ იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც ხედავს რუსეთი ნატოს სარწმუნოების ბაზების განთავსების შემთხვევაში. ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქართველოს მთავრობას, ეს არ შეიძლება გასაგებია. თუმცა რაიმე კონკრეტულ გართულებებს ხომ არ ელით ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან? რუსეთისთვის ახალი არ არის, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გზიდან ადგას ნატოში ინტეგრაციის, დამოუკიდებლობის დღიდან ადგას ნატოში ინტეგრაციის გზას, ეს არის ჩვენი გაცხადებული სურვილი, ჩვენ არასოდეს არ შეგვიქმნია საიდუმლო ამ სურვილისგან, იგი იყო ცნობილი აბსოლუტურად ყველასთვის, ამიტომ ეს სიახლე რუსეთისთვის არ არის. ინტეგრაციის გზაზე რომ ჩვენ მივაღწევთ სხვადასხვა სახის წარმატებას, ესეც არის ლოგიკური, ჩვენ მივაღწიეთ შემდეგ წარმატებას, მორიგს, ეს იყო ნატოს სამიტზე ველსში, სადაც საქართველოს გადმოეცა სპეციალური პაკეტი. თუ რა იქნება ამ პაკეტის ელემენტები, მოგეხსენებათ, ეს საუბრები და ეს მსჯელობა, მოლაპარაკებები ნატოსთან ჯერ დასრულებული არ არის, ჩვენი მხრიდან წინადადებები არის გაგზავნილი, ჩვენ გვაქვს ნატოს მოსაზრებები გარკვეული მიმართულებით, ძალიან მალე ეს პაკეტი ჩამოყალიბდება, არც ეს არ არის არავისთვის დამალული და საიდუმლო გეგმა, ასე რომ საქართველო იმ გეგმას განახორციელებს, რაც მას აქვს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რაც არაერთხელ უთქვამს პრემიერ-მინისტრს, არაერთხელ უთქვამს საქართველოს მთავრობას, რომ არავის წინააღმდეგ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მიმართული არ არის. ყველაფერი, რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა, არის მიმართული რეგიონში სტაბილურობის გამტკიცებისა და განვითარებისათვის. ამიტომ არ არის სადარდებელი, რომ ნატოში ინტეგრაცია ვინმე საფრთხეს შეუქმნის. მადლობთ. მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობდა მაესტროს შეკითხვებს.